უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას მიულოცო ევროპის დღე 9 მაისი არის დღე, როდესაც დაიბადა ევროკავშირის იდეა, ეს არის დღე, როდესაც მთელი ევროპა აღნიშნავს მშვიდობას, ერთიანობას, ევროპის კავშირი არის ერთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობის იდეაზე, კეთილდღეობის იდეაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არა მხოლოდ ცივილიზაციურად, კულტურულად, ისტორიულად იქნება ევროპის ნაწილი, არამედ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა ასევე იქნება ინსტიტუციურად ევროპის ნაწილი. ჩვენ გავერთიანდებით ევროკავშირში და ამით საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ არა მხოლოდ ევროპული და ყველაზე გარანტირებული მშვიდობით და უსაფრთხოებით, არამედ ასევე ევროპული კეთილდღეობით, რაც ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ევროპულ განათლებას, ევროპულ შესაძლებლობებს, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ ინვესტიციებს და ძალიან ბევრ სხვა საკეთილდღეო რამეს საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს სამწუხაროდ ევროპის დღეს აღნიშნავთ ყველაზე არაევროპული და არაეროვნული ხელისუფლებით, რეჟიმით, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება ქართველი ხალხისგან, რომელიც ებრძვის ევროპის იდეას, რომელმაც ცივი ომი გამოუცხადა ევროკავშირს, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს წაართვას ისტორიული არჩევანი ევროპული მომავლის სახით, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანდება ევროპული მომავლის იდეის ირგვლივ, ჩვენ ერთიანი ძალებით, ჩვენი საერთო ძალისხმევით გავისტუმრებთ ივანიშვილის ანტიევროპულ და ანტიეროვნულ რეჟიმს და ჩვენს ქვეყანას დავაბრუნებთ ევროპული განვითარების გზაზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ძალიან მალე ჩვენ არა მხოლოდ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ივუვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, არა მხოლოდ გქონდეს წვდომა უამრავ ევროპულ ინვესტიციაზე თუ ევროპულ სტრუქტურულ ფონდებზე, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოხმარდეთ მილიარდობით ევროს დახმარება, არამედ საქართველო გახდება ღირსეული წევრი ევროკავშირის. დღეს იმართება ძალიან მნიშვნელოვანი მარში ევროპის დღეს, როდესაც ევროპა აღნიშნავს მშვიდობის იდეას, ერთიანობის იდეას, დღეს, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირს, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფის მრავალი წელია და რომლის ნაწილიც ჩვენ აუცილებლად გავხდებით მას შემდეგ, რაც მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. დღევანდელ მარშს აქვს შეკრების თავდაპირველი სხვადასხვა ლოკაცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მარშს დაიწყებს რესპუბლიკის მოედნიდან, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, თუ რა არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპული არჩევანი და რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, როგორც ხალხს, როგორც საზოგადოებას, როგორც ქვეყანას, რომ ძალა ევროპაშია და ძალა ერთობაშია. საქართველოს ევროკავშირის არაფორმალურ შეხვედრაზე ვარშავაში არ მიიწვიეს, სადაც კანდიდატი ქვეყნები იყვნენ მიწვეულები, მათ შორის მოლდოვა, თურქეთი და უკრაინა. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს, როცა ევროპის დღის აღსანიშნავად ყველა კანდიდატ ქვეყანას ეპატიჟებიან საქართველოს გარდა და ევროკავშირი როგორ ფიქრობთ, ანუ აღარ მოიაზრებს საქართველოს როგორც კანდიდატ ქვეყანას, ესე თქვენი შეფასება რა გითხრათ? კი, ეს არის მორიგი დასტური იმის, რომ ივანიშვილის რეჟიმის ძალისხმევით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოიხსნას. ეს არის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის სურვილი, რომ საქართველო აღარ იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში და ერთადერთ შესაძლო ბრჭყალებში პარტნიორებად საქართველოს დარჩეს ოკუპანტი რუსეთი, ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი ირანი და კომუნისტური ჩინეთი. ეს არის ის მეგობრები ბრჭყალებში, რომელიც ივანიშვილმა აირჩია, კომუნისტური ჩინეთი, ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი ირანი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი პუტინის რუსეთი. რა თქმა უნდა, ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ ეს საქართველოს მეგობრები არ არიან. კონკრეტულად რუსეთი არის საქართველოს მტერი, ოკუპანტი ძალა და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენი საერთო ძალისხმევით ამ კოლაბორაციონის და მოღალატე ხელისუფლებას ჩამოვიშორებთ. რაც შეეხება ვარშავაში შეკრებას, რა თქმა უნდა, დემოკრატიული, ნორმალური, პროევროპული ხელისუფლების პირობებში ჩვენ არა მხოლოდ დავესწრებოდით ამ შეხვედრას,
როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, არამედ საქართველოს უკვე გახსნილი ექნებოდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რაც ნიშნავს უამრავ ევროპულ ინვესტიციას და წვდომას მილიარდობით ევროზე, მათ შორის რიგითი მოქალაქეებისთვის, ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით, იქნება ეს მოლდოვაში თუ სხვაგან, როდესაც ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურული ფონდებიდან იხდის ისეთ ხარჯებს, როგორც არის მაგალითად კომუნალური გადასახადები მოწყვლადი ხელისუფლების წევრებისთვის. ანუ მე მგონი მახსენებს იმ ფაქტს, რომ დღეს არის ანას დაბადების დღე და რა თქმა უნდა გილოცავთ, გისურვებთ წარმატებას. ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე კრიტიკულ რეჟიმში ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ თითოეულ ჟურნალისტს, უბრალოდ გულწრფელი უნდა ვიყო იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად ვისურვებდი, რომ ჩვენ ყველა ვემსახურებოდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღეც დადგება, როდესაც ამაზე შევთანხმდებით და რა თქმა უნდა, კრიტიკა ჟურნალისტებისგან ყოველთვის უნდა იყოს, თუმცა ამ საერთო მიზანში ჩვენ ყველა გავერთიანდებით, ასე რომ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას. და ანონსიდებს Valentina Shalom-Papuashvili ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიებიო იმზადებიანო რეგიონებში არჩევნებისთვის, აი თქვენ გასულიყავთ. თქვენ ავიღებთ თუ არა ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებში მონაწილეობს? რა თქმა უნდა, ბატონი პაპუაშვილი მინდა გავაწბილო, ვემზადებით არჩევნებისთვის, ვემზადებით გენერალური არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება ძალიან მალე, ეს იქნება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩამოაშორებს პაპუაშვილს და სხვა მოღალატეებს ხელისუფლებას და ამ მოღალატეების ნაცვლად საქართველოს პარლამენტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც გლობალური ომის პარტიად კი არ მოიხსენიებს ევროპას, რომელიც მშვიდობის იდეაზე დგას, რა იდეასაც დღეს ჩვენ ყველა აღნიშნავთ ერთად 9 მაისს. არამედ ადამიანები, რომლებიც მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო წინ წაწიონ ევროინტეგრაციის გზაზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება და ეს ბუნებრივია უნდა მოხდეს ახალი თავისუფალი სამართლიანი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებით და რა თქმა უნდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც როგორც მთავარი ფლაგმანი ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა, რომელიც ამ ბრძოლაშია 13 წელია და ვამაყობ, რომ მეც ამ ბრძოლაში ვარ 13 წელი, ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და დიახ, ბატონ პაპუაშვილი, მინდა გავაწბილო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ყველაზე მძლავრი მოწინააღმდეგე ივანიშვილის რეჟიმის ვემზადებით და მოვემზადებით გენერალური არჩევნებისთვის, რომელთაც ისინი დაკარგავენ ხელისუფლებას და ქვეყანა ამ ქაოსიდან გამოვა და დაუბრუნდება ნორმალური დემოკრატიული ევროპული განვითარების გზას. როდის ჩატარდება ეს არჩევნები ამის წინსწრებად კალენდარული სიზუსტით პროგნოზირება ბუნებრივია შეუძლებელია, თუმცა ეს მოხდება ძალიან მალე. დარწმუნებული ვარ, რომ ის მზარდი ზეწოლა, რომელსაც პაპუაშვილი, რომელიც სანქციებს ქვემეხებად მოიხსენიებს და სხვები გრძნობენ საკუთარ თავზე, საკუთარ ტყავზე და რომელსაც ყველაზე მეტად გრძნობს ივანიშვილი, იმიტომ რომ ფინანსურად ყველაზე მეტი დასაკარგი მაინც მას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სხვებმაც ძალიან ბევრი მოიპარეს ქართველი ხალხისგან და საქართველოს ბიუჯეტიდან. ასე რომ ეს არჩევნები აუცილებლად ჩაინიშნება, თუმცა კალენდარული სიზუსტით ამის პროგნოზირება ბუნებრივია შეუძლებელი. ამ ადგილობრივ არჩევნებში თუ მიიღებთ მონაწილეობა? ცოტნე ოპოზიციის განცხადებით, ახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, ოპოზიციას შანსი არ აქვს მაინც დამარცხება და თქვენ როგორ შეგვიძლია? ოპოზიციაში იყო როგორც მახსოვს და შეიცვალა? ნუ არ ვიცი, ხა ვინმეს თუ რაღაც დეპრესიული მომენტები აქვს. ადგილობრივ არჩევნებში თუ მიიღებთ მონაწილეობას? ამ კითხვას არაერთხელ გავეცი პასუხი, კიდევ ერთხელ შემიძლია გიპასუხოთ, რომ გენერალური ბრძოლა და გენერალური არჩევნები, რომლისთვისაც უნდა მოემზადოს ყველა, მოვემზადებით და ვემზადებით ჩვენც, ეს არის ახალი თავისუფალი დემოკრატიული საპარლამენტო
არჩევნები დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილიც და მე არ გულისხმობ იმ შესაძლო წევრებს, რომლებმაც ახლაც უკვე გარკვეული განცხადებები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების ივანიშვილის მხრიდან ნებისმიერი დათმობის და თამაშის წესების ცვლილების გარეშე აპირებენ არჩევნებში შესვლას, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი დემოკრატიული ძალები აუცილებლად შევჯერდებით საერთო სტრატეგიაზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის გენერალური ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. ესპანეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე პირებისთვის დააწესა სავიზო რეჟიმი. ამ ინფორმაციას ავრცელებს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბატონმა ცახნამ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ქართული ხალხისთვის. თქვენი აზრით, ასე უნდა იქცეოდნენ თუ არა მეგობრები და როდესაც საუბარია მეგობრობაზე, ხელისუფლების დაშა თუ უნდათ, რატომ უჩერებენ უვიზო მიმოსვლას ქართულ ხალხს? უვიზო მიმოსვლა და ნებისმიერი სხვა პრივილეგია, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს არა წევრ ქვეყნებს, ეფუძნება ღირებულებებს, საერთო ღირებულებებს და ამ ღირებულებებში მერწმუნედ არ შედის რუსეთის ინტერესების გატარება, არ შედის რუსეთის დაკვეთით ქართველი ხალხის მიმართ რეპრესიების განხორციელება, დრაკონული კანონების მიღება, ადამიანების უკანონო დაკავება, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა, მათი რიგ შემთხვევაში წამება საპრობილეებში, ეს არ არის ის ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირი დგას და შესაბამისად ის პრივილეგიებიც, რომელიც ღირებულებებზე არის დაფუძნებული, ბუნებრივია და სამწუხაროდ არის გადახედვის პროცესში იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა. შევინარჩუნოთ ეს მნიშვნელოვანი პრივილეგია, რომელიც არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და მეტიც გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და მივიღოთ წდომა მილიარდობით ევროზე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურულ ფონდებში, ამისთვის უნდა გავისტუმროთ, დავამარცხოთ, მოვიშოროთ ივანიშვილის მოღალატე რუსული, ანტიეროვნული და ანტიევროპული ხელისუფლება, რომელიც ასანქცირებს ქართულ ხალხს, რომელიც ართმევს ქართულ ხალხს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირში იმოგზაურონ უვიზოთ, რომელიც ართმევს ქართულ ხალხს შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად იცხოვროს. ეს არის ის ამოცანა, რომლის ირგვლივაც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და აი ესეც არის მორიგი მომენტი, როდესაც ვისურვებდი, რომ იმედი და სხვა სამთავრობო პროპაგანდისტული არხები სწორ ჭრილში უყურებდნენ აღნიშნულ საკითხს. ეს არის ივანიშვილის მხრიდან დაწესებული სანქცია ქართულ ხალხზე. და ეს სანქცია რომ მოვიშოროთ, უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და მერწმუნედ შემდეგ ამ ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ შეგვინარჩუნებს უვიზო მიმოსვლას, მე გაძლევთ პირობას და გარანტიას, რომ შემდეგი ხელისუფლება გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და უამრავი სხვადასხვა ტიპის ინვესტიცია წამოვა საქართველოში, იქნება ეს დამოუკიდებელი მედიის განვითარება, იქნება ეს სკოლების მშენებლობა, იქნება ეს საავადმყოფოების მშენებლობა, თუ თუნდაც მოწყვლადი მოსახლეობის კომუნალური გადასახადების გადახდა. მერწმუნეთ, რომ ასეა უმჯობესი ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთიანი ვიქნებით ამ ბრძოლაში. თქვენ დღეს რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ ის ბენეფიტები, რაც მიიღო საქართველოს ევროკავშირისგან, მიიღო ქართველმა ხალხმა. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსით უვიზო მიმოსვლა, როდესაც საუბარია უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, ვის უწყდება ეს უვიზო მიმოსვლა? ანუ ხალხი რა შუაში ამ შემთხვევაში, როცა ხელისუფლების ბრალეულობაზე მიდის საუბარი. რატომ არ უჩერებენ პირობითად ხელისუფლებას, როგორც ეს ესტონეთმა გააკეთა და რატომ მიდის განხილვა უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა ქართველი ხალხისთვის? ხალხი რა შუაში ამ კონტექსტში ეკითხება. მე მგონი იმდენჯერ გიპასუხეთ, რომ აზრი არ აქვს და იგივეს გამეორებას. იგივე თემას გავაგრძელებთ მართლობულში ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ესეც ერთგვარი ცნობილი შანტაჟის გაგრძელება თქვენ შეფასებთ. პროტესტის მუხტის აწევას ემსახურება. როგორ? ანუ ესეც ცნობილი, კარგად ცნობილი შანტაჟის გაგრძელება არის, რომ მართლობულში ასე აფასებენ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ხა სანქციებს ქვემეხებად მოიხსენიებს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი პაპუაშვილი თუ
შანტაჟს დაარქმევს იმას, რომ ევროკავშირი ღირებულებებზე დგას და თვალს არ დახუჭავს იმაზე, რომ რუსეთის სახელით არბევენ, ცემენ, აპატიმრებენ და აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც იბრძვიან ევროპული მომავლისთვის. Სიმართლე გითხრათ, მათი შეფასებები უკვე სრულიად უინტერესოა, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ პროპაგანდა მაინც მუშაობს საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილზე და ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო დაუღალავად უნდა ვუთხრათ საქართველოს მოქალაქეებს სიმართლე, რომ სანქციებს მოქალაქეებს უწესებს ივანიშვილი და სანქციების თავიდან ასარიდებლად, სანქციების მოსაშორებლად უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და ქვეყანა დაუბრუნოთ ნორმალური განვითარების გზას, სადაც გვექნება მშვიდობაც, ევროპული მშვიდობა, ყველაზე გარანტირებული მშვიდობა, სადაც გვექნება კეთილდღეობაც და სადაც გვექნება ნორმალური დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა. თქვენ ელოდებით, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდება ეს მე ბუნებრივია ივანიშვილის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ. აღნიშნული საკითხი ნამდვილად განიხილება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი უმაღლეს დონეზე. ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი ევროპაში და შემიძლია დაგიდასტუროთ სრული პასუხისმგებლობით, რომ სამწუხაროდ ეს საკითხი ნამდვილად დგას ევროპაში უმაღლეს დონეზე, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვასწრებთ ხელისუფლების შეცვლას და მანამდე ჩამოვაშორებთ ივანიშვილს ძალაუფლებას, სანამ ევროკავშირს მოუწევს, რომ ივანიშვილის ანტიევროპული და ანტიევროპული ნაბიჯების გამო ის მნიშვნელოვანი პრივილეგია გადაიხადოს, რაც მდგომარეობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ერთადერთი შედეგი, რომელიც მძიმე შედეგი, რომელიც შეიძლება მივიღოთ, იცით რომ მათ შორის ბოლო ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში განიხილებოდა ისეთი ზომები, როგორც არის ქართულ ბანკის SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნა, რასაც ასევე გარკვეული შედეგები ექნება ეკონომიკისთვის, ასევე შესაძლებელია ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იძულებით ემიგრაციაში იმყოფებიან, მათ შეეზღუდოთ გზავნილების გამოგზავნის შესაძლებლობა, ამიტომ ძალიან ბევრი მძიმე შედეგი შეიძლება დადგეს ჩვენთვის, თუ ჩვენ არ გავერთიანდებით საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოსაშორებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება მანამ, სანამ ევროკავშირს მოუწევს ისეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, როგორც არის უვიზო მიმოსვლის გადახება. კოლეგებთან შეხვედრისას ამ დამაზიანებელ შედეგებზე თუ ესაუბრებთ, რა პოზიციას აფიქსირებთ? ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მოგეხსენებათ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება სჭირდება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც კონსენსუსი სჭირდება, როგორც არის ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ არის, რომ ევროკავშირი ამ დრომდე ფინანსურ სანქციებს ვერ აწესებს ივანიშვილზე, იმიტომ რომ არსებობს ვიქტორ ორბანის ვეტოს ფაქტორი, თუმცა აქაც უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერს აქვს ფასი და შესაბამისად არც ის არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე უნგრეთმაც შეიცვალოს პოზიცია და საერთო ევროპულ გადაწყვეტილებას აუბას მხარი ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაკისრების მიზნით და თქვენ მკითხეთ ჩემს პოზიციასთან დაკავშირებით, მე ყოველთვის საჯაროდ, ისევე როგორც პირად საუბრებში გარწმუნებთ, ვაფიქსირებ პოზიციას, რომ უმნიშვნელოვანესია უპირველეს ყოვლისა სწორედ ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება, იმისთვის რომ მათ პირადად, მათ შორის ფინანსურად გადაიხადონ ფასი, იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანას ართმევენ ევროპულ მომავალს. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების წესების გამოყენებით, ბოროტად გამოყენებით, მე ვიტყოდი ამ გადაწყვეტილების ვეტოს დადება ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე სწორი
ნაბიჯი მათი მხრიდან, რომ ევროკავშირმა პერსონალური და ინდივიდუალური სანქციები დაუწესოს ივანიშვილს და მის გარემოცვას, როგორც ამას ვხედავთ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რომლებიც ბუნებრივია არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ალბათ 26 მაისთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ოპოზიცია ცალკე გეგმავს მონაწილეებს, ასევე ქართული ოცნებაც გეგმავს. აი როგორ შეაფასებით ამას სალომე ზურაბიშვილის ცალკე გეგმავს და ასევე ხომ არ არის მცდელობა, რომ ეს სახალხო დღესასწაული რომელიმე მხარე მიიტაცოს და თავისთვის გამოიყენოს. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვერ მიიტაცებს ვერავინ, ამ საკითხის პოლიტიზება, უმსგავსობა იქნებოდა და ეს არც მოხდება, უბრალოდ ფაქტია და ბუნებრივია, რომ ამ დიდი ეროვნული ზეიმის ნაწილი ხალხთან ერთად ვერ იქნება და არ იქნება ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომელიც ებრძვის ქართული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის იდეას და დგას ამ ბრძოლაში არა ქართულ ხალხთან ერთად, არამედ რუსეთის მხარეს საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოს ხელყოფის თვალსაზრისით. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი, ვინც ისტორიის ნათელ მხარეს ვართ, ვინც ისტორიის სწორ მხარეს ვართ, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი, ვიქნებით ერთად 26 მაისს, ხოლო ივანიშვილი და მისი ამფსონები, როგორც 9 აპრილს ვერ გაბედეს რუსთაველზე მოსვლა, ასე ვერ გაბედავენ ვერც იმ დიდებულ დღეს, როდესაც საქართველოს აღნიშნავს დამოუკიდებლობის აღდგენას. ქალბატონი თინა მართლობულში ამბობენ, რომ მეგობარი აქტი არის ერთგვარი ლაკმუსის ტესტი, გამოჩნდება დამარცხდა თუ არა დიპსტეიტი. თქვენთვის რის ტესტია? მეც რა ამ კონსპირაციის თეორიის მოსმენა გლობალური ომის პარტიის და დიპსტეიტის შესახებ სიმართლე გითხრათ ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ იმედის, რუსთავის და სხვა პროპაგანდისტული არხების გამოყენებით საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ცდილობს ივანიშვილი, რომ თავს მოახვიოს მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ ეს სისულელე ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ზე სახელმწიფო, მისი გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდა გუშინ, როდესაც მოხდა ისტორიული რამ და ისტორიაში პირველად კათოლიკური ეკლესიის პაპი წინამძღვარი გახდა ამერიკელი კარდინალი, ეს ნამდვილად ამერიკის გავლენების გაძლიერებაზე მეტყველებს მთელ მსოფლიოში და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ამით ამერიკის როლს როგორც სუპერ სახელმწიფოს, როგორც ზე სახელმწიფოს და პაპუაშვილი, რომელიც სანქციებს ქვემეხებად მოიხსენიებს და სინამდვილეში არაფერს ხელმძღვანელობს და არავის წარმოადგენს, იმიტომ რომ ივანიშვილმა დანიშნა პარლამენტის დე-ფაქტო სპიკერად ამერიკის შეერთებულ შტატებს რაღაც კენჭებს ესვრის deep state-ის გავლენებზე საუბრობს, გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებს მთელ ამერიკულ establishments და ამგვარი უგუნური რიტორიკით ცივ ომს უცხადებს სუპერ სახელმწიფოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გულწრფელად სასაცილო იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ეს მავნებლები და მოღალატეები დღეს არიან ხელისუფლებაში და აქვთ მართვის სადავეები ჩვენი ქვეყნის მიტაცებული. ამიტომ ეს ძალიან მალე უნდა შევცვალოთ, ეს ასეც იქნება და ისე როგორც ევროკავშირთან მიმართებაში მოგახსენეთ, აქაც შემიძლია სრული პასუხისგებლობით გითხრათ, რომ რაწამ საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება, მეგობარი აქტის არა სასანქციო ნაწილი ამოქმედდება, არამედ ამოქმედდება ის ნაწილი, რომელიც ასევე მინდა გთხოვოთ გააცნოთ საზოგადოებას და რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ამერიკულ ინვესტიციებს და უამრავ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ამერიკულ კომპანიებში საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ფინანსურ დახმარებას მათ შორის საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის. ასე რომ მეგობარ აქტს ორი ნაწილი აქვს და ეს მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს. ერთი არის სასანქციო ნაწილი, რომელიც მოქმედებს ივანიშვილის პირობებში
და ერთი არის კეთილდღეობის ნაწილი, რომელიც იმოქმედებს ახალი ხელისუფლების პირობებში, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ უამრავი ამერიკული სიკეთით და მერწმუნეთ, როგორც ადამიანი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის ცხოვრების ხარისხი, რაც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რიგითი ამერიკელებისთვის, მისაბაძი და სასურველია ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის და გპირდებით, რომ ამ სტანდარტის დამკვიდრებისთვის საქართველოში ყველაფერს გავაკეთებთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ხალხი ერთად კაცს გადაეცა და კი ბატონო. მინდა